ვაკეთე პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება წვეთში 1 2 3 4 5 6 7 იქავართ ესე იგი ეს პოდკასტი ესე იწყება ხოლმე რომ თო კაფე დაბრუნდა თო კაფე აქ არის მორიგი სტუმარი არ ვიცი ახლა რამდენად დივიდენდ გაიჟღეს ბზიმეწონა ბოზო ესე არის ხოლმე სიმღერებში ხო როგორ ახლა თერიკა არის ჩვენი სტუმარი სხვათა შორის 3 თვის წინ დავაანონსეთ ეგ თემა და მე რო ვდებ ხოლმე იქ ფოტოებს ჩვენზე არა ხოლმე ყველაფერი მეგობრებო დამოკიდებული ვის როგორ ცალია ვის ანაირ ცალია მაგრამ ღერთია მოწამე რომ 3 თვის წინ იყო ეს საუბარი მთელი ზაფხული გავიდა დაისვენა და მოვიდა აგერი კაცი ახალი სეზონი ახალი შემართებით აბა მართალია თკბილით ცივით თამავით ვარა ჩვენ შეხვედრას გავუმჩნევთ ზალა მოგწეს ვარ შემდეგი თქვა თემურჯგონიას გამოვარჯოს თემურჯგონიას გამოვარჯოს არის ზავს სპაის და აზრი აბა მითხარე ხა როგორ ახარ რაშვები საით ახარ ვიცი ჩამოხვედი მაგრამ რა ვიცი კარგად ვარ მაიცი თუ გინდა უფრო კომფორტულად არა კარგად ვარ გასწრ მომინდება მიზომა მიწვევი არის პრობლემა მე პროსტა ესე მომწონს რავი კარგად ვარ რავი გაჩნია რას გულისხმობ აი ზოგადად შემოქმედებითად ისედაც სანამ დავიწყებთ რომ ეს პირველი ნაბიჯები და ამბები და რაღაცა მაინც რომ აი ხარ შემოქმედებითად ეხა იმ ეტაპზე ვარ რომ აი ალბომი მაქვს მზად უკვე ყველაფერი და რა ვიცი ელოდები რელიზებს ან ვფიქრობ მაგაზე რომ როდის დავდროპო ასე რომ ვთქვათ რა დავაგდო ალბომი აჰა შესაძლოა ელოდები თუ რამე სიტუაცია რაც არა აი ეგ მინდა ხო რაღაცა მინდა რომ კასეტაზე ან რაღაცაზე გავაკეთო რა და ხო და აი რაღაცა არ მინდა რომ ჯერ დავაგდო და მე ვიჩალჩო ეგ ახლა მინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთო რა და ცოტა აი მე გამეწელა დროში თორე დანარჩენი მზად არის ყველაფერი კასეტებზე გამოდის კიდე თუ ეს სპეციალურად თუ გამოდის არა საქართველოშიც არის რაღაცები ხარ დავასახელო რომ შეგეძლია დასერჩო მოძებნო და იპოვი ტიპებს რომელიც შეკვეთას აიღებენ და კასეტებს ლოგონ ჩვენს არაფერი არ ხდება ჩინეთში უკვეთავენ რა შენ შეგეძლია ტემუზე შეხვიდე გამოიწერო კასეტები და მე აქ ვინმეს იპოვი ვინც დაგიბეჭდავს ფლაიერებს ჩაგიწერს და გადაგიპრინტავს ზედ რამეს თუ რამე გინდა დაახატო ხო და ამ გამოწერაზე გამახსენდა მაინც რომ გამოიწერეთ არხი მეგობრებო ეს სხვათა შორის მე-6 სეზონის პირველი ისე რა ქვია ვიდეო არის სხვათა შორის და პირველი სტუმარი ხარ ახალი სეზონის რა და როგორ დაიწყება ყველაფერი თლად შეიძლება შენს ფეხებზე არის ხო დამოკიდებული მაგრამ ვიცი რომ კარგი სტუმარი ხარ ესე იგი სიმართლე გითხრა მე მახსოვ ხარ საიდან ძაღლთა თარეში სწორედ მახსოვ ხო სახელი აი ეგ ტრეკი ნახე თან ძალიან ისე ხა ზოგი ხო ძალიან კლიპებს და რაღაც ძალიან ისე უბრალოდ მეგონა თავისუფლებას თუ რუსთაველზე თუ რაღაც თუ რაღაცა ის ტერიტორია იყო მანქანით რომ მოძრაობთ მანქანით რომ მოძრაობთ და მიდიხართ მოდიხართ აი რომ მაგალითად აი ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ აი დაახლოებით პირველი ნაბიჯების თემა როგორ იყო შენი ამ ჩემი პირველი ნაბიჯები მანამდე იყო ეს სადღაც 2013-2014 ბაზა მერე იყო ხო თუ იქამდე? ბაზას დროს იყო ეგ. ბაზას პროდუქტია რა შეიძლება ითქვას. 2013 წელია ან 2012 ან 14 ვთქვათ ყველაზე აქეთ. იმიტომ რომ ეს არის რა ქვია, მანამდე რაღაცები მქონდა, გაკეთე მანამდე მე სხვა ფსევდონიმით მოღვაწეობდი, საერთოდ ბევრი ალტერ ეგო მქონდა ცხოვრებაში. ითქმი ის თუ კი როგორ არა კაცო Gran MC aka Advisor ესე იყო დიდი სახელი იყო ეს რომელი პერიოდია იცი აი უარეს საიტები რომ მოიხოდა და აი იქ რაღაცა უცოს კონდა რაღაცა ხო აი სადღაცებში აი ალბომი დააგდო რომ იყო აი ვინც რაღაცა Skype-ის მიკროფონით რო ჩაწერდი ტრეკს სახში 84 წლიანი ვარ ხო ვიცი ხო ანუ რაღაცა ვითომ დაამასტერებდი cover-ს გავუკეთებდი და ესე ატვირთავდი რაღაცა ლინკ-ჯიზიან სადღაცას და მე ამ ლინკს რაღაც ვარეს საიტზე გამოჭიმავდი და ანუ всё ალბომი ქონდა დარეალიზებული ეგეთი 3 მიქსტეიპი მაქვს ყველა შორის გამოშვებული ეგრე და არც ის ანუ ყველაზე ცოტა ტრეკი ყველაზე ესეთ მიქს მესამე ნაწილში იყო ყველაზე ცოტა ტრეკი და ეს იყო 17 ტრეკი ანუ ძალიან 24 ტრეკი და რაღაცა ეგეთი ისენი მქონდა ო მიქსტეიპი იყო ზოგი ინსტრუმენტალი ჩემი გაკეთებული იყო მაშინ ვსწავლობდი FL Studio და რაღაცა გამბები იყო და ზოგი ავი ინტერნეტში ვიღაც ცნობილი თუმცა არც ისე ცნობილი ვეშები იყო რა ასე რომ ვთქვათ ინსტრუმენტალი მაგრამ მიქსტეიპი იყო კომერციული არაფერი არ ქონდა და ვახსენებდი კიდე ტრეკებში რომ ეგრეც ეწერა ანუ cover-ზედაც ეგრევე აწერდი რომ იმის ინსტრუმენტალი იყო და არის ჩემი რა და
ავი, ზოგადად ეს მუსიკა ინსტრუმენტალების პოპულარობა ჩვენთან ძალიან ხოჩი იყო. ხო, იყო და ეხლაც აი, ეხა იმ პერიოდში თითქოს გამართლება ქონდა იმას, იმიტომ რომ მაინც ვერ ვაკეთებდით და თითქოს კი ეგრე იყო, რა მაშინ დავიცოდეთ და ახალი იყო ზოგადად. არაფერი არ იმ წლებში მაინც ანუ YouTube არ იყო, ისა ინფორმაცია არ იყო, არაფერი არ იყო და მაინც ახალი იყო და იყო ის ინსტრუმენტალები Dr. Dre და Eminem და რაღაც და მაგ თემაზე. ხო, და მე ყოველთვის ვცდილობდი რომ თუ რაღაც აი ეგ mixtapes ვაკეთებდი, რაღაც აი მანდაც რაღაც ჩემი ნარჩუნებინა და ცნობილი ინსტრუმენტალს არასდროს არ ავიღებდი რა. აი რაღაცა შეიძლება სადღაც ვიღაცას რაღაც Pharaoh Monchis ინსტრუმენტალი ამება, რომელიც ახალი რეპერიც აი საქართველოში სვენელი რომ მოისმენს და ვაფშე ვერ მივხვდება რაღაცა ეგრე. ხო, მაგრამ არ მოვშვებოდი რა ქვია, არ მალავდი მაგას და წერდი ხოლმე ყოველთვის. მე იყო უკვე თერიკას პერიოდი. სუმანა საერთოდ პირველი ტრეკი სადაც 2003-ში თუ 2004 წელს ჩავწერე. 2003-ში რევოლუცია არ იყო მოხდა. და ზვალმა ჩავაწერინა ის იყო რა ქვია ნინაც კრიალაშვილს და გიგაგლაძეს ჰქონდა სტუდია რა ლაღიძის ქარხანაში. და მაშინ თბილისური ჰიპ-ჰოპ კონექტი მან მოძრაობდა ეს ბედინა, აბუ და რა ცხოვრებით ჯარისკაცები ახალი შექმნილი იყო კი არა და ხო ანუ აი ძვალი რო უკვე დაჯდა რაღაცებზე სამუშაოდ ეგ პერიოდია რა და აი მან იყო ერთ-ერთი ჩამოწერინა ძვალმა პირველი ტრეკი რა. ეგ ტრეკი გიდევს? არა, საზარდეს, ძალიან ძველია. ალბათ იმ mixtape-ებში იქნებოდა სადმე, არ ვიცი, აგიც არ მახსოვს. აი, მაგალითად ამ იქაური რეპერებიდან ვინ იყო შენთვის დაუშვათ ის ვინც დაგაწყებინა თუ აქაურმა უფრო როგორ ისაქენი ეგ თემა, როგორ მოვიდა შენთან ეს რეპის თემა ზოგადად? რეპის თემა მოვიდა იმიდან, აი რაღაც ქართულებს მოусმინე, მოდი ასე ვთქვათ, როგორც რეპი და რაღაც განსხვავებული მუსიკა, ესტრადის ახლა რას უსმენდით, ხო, ჩვენ ბავშვობაში ჩვენი მამები რას უსმენდნენ. და ტელევიზორში ახლა ჩვენი მამები იმ დროს უკვე როცა მე მუსიკის მოსმენა დავიწყე, არაფერს არ უსმენდნენ, იმიტომ რომ შუქი არ იყო და მაქსიმუმ ავტომატის კაკანის ხმა მოგესმინა რა. ხო და თუ რამე მე ტელევიზორში ხდებოდა, რა ხდებოდა ძირითადად იყო რაც ან მეინსტრიმი იყო ესტრადა და თუ რუსულ საიტზე გადახედა იქაც ალაპუგაჩოვი მომღეროდა და ანუ და აი რადიოში სადღაცას რაღაცა მოხდა ეს შავი პრინცის ქუჩის ბიჭი იყო და აი პირველი იყო ანუ ქუჩის ბიჭი გაუშვეს დაჟე რადიოში მაშინ რაღაც რადიოებში ესე იპარებოდა ხოლმე რაღაცები მე რადიოში მოვისმინე სუპირვა ქუჩის ბიჭამდე მოვისმინე კაბუს ვისკლავშენ 97 წელი იყო წარმოიდგინე საქართველოს ხმა თუ რაღაც ერქვა რადიოს საქართველოს ხმა ერქვა კი რადიოს ერქვა ოღონდ სულის სიმღერები გადიოდა ოღონდ არ ვარ აი სულ ოღონდ მაგ დროს რაც იყო აი რაღაც აგუწინი და ვიღაცები ივანოშკი ინტერნეიშნალ და რაღაც ეგეთი მუსიკა და უკვე ანუ ივანოშკი ინტერნეიშნალიც უცხო იყო ჩემი ყურისთვის ახლა რაღაც იმას ალაპუგაჩოვასთან შედარებით ხო ცოტა ტემპიანი მუსიკა იყო რაღაცა მაგარს რო ხსმენდი ხოლმე ხშირად აი მან გაიჩიდა ეს კაბუს ვისკლავშენ და ვისმოედა და ამევასა რაღაც მანამდე მქონდა აი სადღაც არ მახსოვს ალბათ სადღაცას ქვეცნობიერთ მახსოვს რომ მონასმენი მაქვს აი ეს შავი ფერი ჩარკვიანის რა და ანუ განსხვავება რაღაცა რეჩიტატივება დამეთრია აი მანდედან უკვე მივხვდი რა იყო რეპია ეგრეთ წოდებული რა და მე ანუ რო თუფაკის ამბავი იყო ახალი კედლებზე რო რაღაც აგი დვარას რა რაღაც იყო ხოლმე ხო და ანუ ეს თუფაკი პროსტა ვიყიდე რაღაც თუფაკის მაშინ ხო აი ყველგან კასეტები იყიდებოდა და ლარნახევარი იყიდა კასეტები ორ დისკიანი რო იყო ლაზონმი ეგ ხო ანუ დისკები მე შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში მაგრამ და კასეტები იყო როცა ვიწყებდი და აი კასეტა რო დავითრიე თუფაკმა ძალიან არ გამისწორდა რა ანუ შენი ის მიმართულება უფრო შენი ბიგი ანუ ნახე არა მიდან ჩამოვიდა მაგორში ხო ალბათ ბიგი უფრო მაგრამ მამა ჩემი დადიოდა ხოლმე გერმანიაში რაღაც სამსახურის პონჩი და იქიდან ჩამოვიდა ერთი ჩამოსვლა და ეს ნაგვის შავი ცელოფნები როა რა აი ეგეთი ეს ნახევარი კასეტები ეყარა შეგით რა ოღონდ იყო ეს ამე ალბომები კი არ იყო ჩანაწერები იყო ზოგი TDK-ს კასეტა იყო ზოგი Sony-ს ზოგი რაღაცა რაღაცები ეწერა ზედ რა და დავიწყე ამაზე დიგერობა მაგნიტოფონის ჰქონდა მანამდე ჩამოტანილი და ვდიგერობდი ახლა ვეძებდი რაღაცა საინტერესო ძირთად გერმანული რაღაცა ტიკი ხო რამშტაინი იყო მაშინ არა რამშტაინი არა მაშინ შეიძლება იყო რამშტაინი მაგრამ იქ არ იყო და
აღმოჩნდა ეს იყო Soul Assassins-ის ალბომი იყო DJ Max-ის ან Cypress Hill-ის DJ ან პროდიუსერი და თელი ამბავი ვინც არის მაგის ასე ვთქვათ რაღაც ასეთი alter ego ალბომია Soul Assassins-ის Chapter 1 ან პირველი ნაწილი ესეთი იყო სადაც ან Dr. Dre-ის და Birilis Puppet Master და რაღაცეები ტრეკებია ესეთი ცნობილები და აი ეს იყო პირველი ანუ რომელიც აი ეს მევასება მეთქი ანუ ეს არის რა მოგიყვანა რეპში მაგრამ ხო ანუ დანარჩენის გამორთეთ მეთქი რა თუფაკი არა და შენ იმაზე გიფიქრე მე სხვა და დღემდე ჩემი საყვარელი ალბომია დღე ბევრ პოდკასტში მაქვს აღნიშნული ძალიან რომ წარმოიდგინე იმ პერიოდში ეხა ექსცესი რო ბაზრობდა ძალიან ბევრი მარიცოდა აქ მაგალითად Cypress Hill ვინ იყო ზოგადად მან და გამომართლა XS ჩემპიონში რომ მე უკვე ვიცოდი Cypress Hill ვინ ანუ მაგას რომ აი პერიოდი იყო კაგრას აი იმის XS-ის კასეტა რო გამოვიდა მე უკვე Cypress Hill-ის ალბომი მოსმენელი ხო ერთეულები იყვნენ სავარაუდოდ ხო ვისაც ჰქონდა მოსმენელი პერიოდში მეც ანუ გამომართლა იმიტომ რომ ჩემი მეგობარი იყო ანდრო გერმანიაში რომელიც ჩამოვიდა იქიდან ჩამოვიდა რაღაცა კასეტები და რაღაცეები დისკები და ჰქონდა სახში რაღაც მაგნიტოფონი და მაგაზე ჩაწერა რა ეს Cypress Hill-ის ალბომი და ვისაც რეპი ევასებოდა უბანში ხე მე ვიყავი მისი ბიძაშვილი ძინისაც ჩემი მეგობარი ისიც ერთად და რაღაცას ეს მაშინ ეგ პერიოდი იყო ცვლიდით მოდი მე შენ თუფაკის გასდას მოგცემ შენ ეგზიბიტის მომეცი და რაღაც ესე იყო ხოლმე და რა ერთხელ ჩემი გვერდზე უბნელი იყო ისეთი ფანი იყო თუფაკის რა იყო აღარ მახსოვს ანუ 6 დისკი თუ რაღაცა მომიტანა თუფაკის ერთ დისკში ანუ ოღონდ ჩემი ორიგინალი ოლაზონის ალბომი იყო ეგ ორ დისკიანი იყო ხო მახსოვს ფასეული იყო მაგრამ თუმცა ანუ რა საიდან მოხდა ჩემ ხელში ეგეც არ მახსოვს ერთი პირველი ნაწილი დაკარგული იყო სადღაცას და იყო მარტო მეორე ნაწილი ამ ალბომის ანუ ერთი დისკი იყო მარტო თუმცა ეს ყდა და ეს ფუცლები და ესენი ქონდა და აი მაგის მუღამით ტიპმა 6 დისკი მომიტანა რა ეს ვაჩუქე რა თქმა უნდა მე ბონუსად კიდე ეს ეგეც ორიგინალი მქონდა ესე რატო ჩუქნიდიან ხარს ან რაღაც ეს თუფაკის პირველი ალბომიც მაქვს ეს ნაჩუქარი ტიპისთვის ან ორიგინალი ამერიკული თუ დაიწყეს იმათ რეპერობა მე თუ პროსტო მსმენდნენ და всё არა ეგ ალბათ იმ პერიოდში რაც ხდებოდი რომ გენი დაამთავრებდნენ მალე მაგ გახტაცებას და ეგ იქნებოდა და ეგ და მე იყო ბაზას თემა ხო რომ შეიგრიბეთ ხო აი ვარეს საიტებიდან მე გავიცანით ბიჭებმა ვიღაცებმა ერთმანეთი ვინც ასე ვთქვათ ვინც ერთმანეთი დავალაიქეთ უკვე რაღაცა ეს შიდა ჩატებიდან ან კომენტარებით დავიწყეთ ერთმანეთში ბაზა მე რაღაც Facebook-ი გახდა ხოდა იყო ესეთი ჯგუფი შეიძლება გავსწრებს კიდე და ეგ იყო მე ჯეურეპტეკა და ეგენი იყო ხოლმე რაღაცეები იყო გაცვლები ხოლმე იქ ერთმანეთში რაღაცნაირად შევიკარეთ მე საბაგირო შენობა იყო უკვე იქ ვიღაცებმა ერთმანეთი პირადად გაიცნეს რაღაც მანამდეც ვიცნობდით უკვე ერთმანეთს ვიღაცები მე და სინკა და სინკას მოკითხო ცოცხალია სად არის კაი ხანი აღარ ვილახე დუეტით გქონდა სხვადასხვა წლების წინ ხო და ანუ ეგ პერიოდია და მე უკვე ჩამოყალიბდა ბაზა ასე რომ ვთქვათ რა ბაზრის სინკას დამსახურება და იმის რა ქვია ჰედი იყო ჰედი პაპუნა აჰა რომ ხა ამერიკაშია ეს ბიჭი ბიტმეიკერი და ისეთი კარგი ჰიპ-ჰოპის მცოდნე იყო ასე რომ ვთქვათ და რაღაც ერთად რაღაც პროექტზე იმუშავეს და ფული რო აიღეს წავიდნენ აპარატურა იყიდეს და აი მანდ უკვე ანუ უკვე ადგილი მოიძებნა რაღაცა ისეთი თან კოლორიტული ადგილი იყო ტელევიზიის ეზოში იყო ტელევიზიის შენობაში და რაღაცი გრაფიტი დაგვიხატა ჩილამ ბაზას კედელზე და თელი ამბავი და მოკლედ ასე პირველი community იყო labels ვერ დავარქმევდი კარგად დაიწყეთ მაგრამ რაღაც მალევე ხო ცოტა დაიშალეთ პირველი ერთადერთი რელიზი გავაკეთეთ რა ეს იყო EP იყო ვინ ვიყავით მე ვიყავი KA სხვათაშორის KA რო ყავდა პოდკასტზე ვიხსენებდით მაგას ფაქტია კი მე ვიყავით KA ისა კიდე რა ქვია სინკა ჩესტერი და გრიზლის ჩვენთან ერთად იყო ანუ გრიზლის პრობლემა 56 ბაზას იმით არის გამოშვებული ლოგო აქვს დარტყმული და ეგ სინკას ბიტებია ალბომზე და რაღაცეები კიდე ჩემი ანუ სოციალური ნაგავი ეს mixtape რაც იყო პირველი ეგ ვაფშე სხვა არის სასწაულები ხო ანუ ინტერნეტ რელიზი დავდე ცალკე რა ეგ სოციალური ნაგავი სადაც ვანდაც რაღაც ბევრი ტრეკი იყო ხო და ეხლაც SoundCloud-ზე ბაზა SoundCloud-ზე და ეგ იყო ანუ ეს ინტერნეტ რელიზი რომელიც ბაზადან გამოვიდა და ქონდა კიდე ფიზიკური ვერსია EP
დისკი ჰქონდა რა. სადაც ანუ ეს ვინც ვიყავით მაშინ უკვე გრიზლი აღარ იყო. და ვინც დავჭით ანუ მე KA, სინკა, ჩესტერი, ჩვენი ვეშები იყო, თითო ვეში იყო რაღაც და ფიტები ერთმანეთთან რა და რაღაც ეგრე 7 თუ 8 ტრეკი იყო და ეგ დისკი ჰქონდა დაპრინტული რაღაცები. EP ნომერი 1 ესე ერქვა, ნომერი 2 არ ეღირსა გამოსვლა. თორე ძალიან ბევრი დემოები შემორჩა ბაზადან ძველი ვინჩესტერი რომ მოგეკო ძალიან ბევრი დემოა ყველასი ამ ჩესტერისიც იმის რომელიც რა ჩემი აზრით ბზის შუქი რო ენახა თავის დროზე უფრო სხვანაირად და მე უკვე ჩემი ქალაქის ამბავი წავიდა და უკვე ეგეც კაი იყო ძალიან ხო უკვე აფეთქება მოხდა ასე რომ თქვას და ცოტა მე სიტუაციამაც სხვაგან წაიღო ნაცები აღარ იყვნენ ხოცები მოვიდნენ. აი მაგ იმაში რა ქვია. მაგ ჩემ ქალაქში სხვათა შორის როგორც ვიცი და მეც როგორც იყო საუბრები ძალიან ბევრი პერსონა უნდა და კიდე მონაწილეობის მიღება. ზაზასთანაც კი ვიბაზრეთ მაგ თემაზე და ვისთანაც მაგას შეხება ქონდა, მაგრამ აი მაინც რაღაცნაირად თითქოს რაღაც კონკრეტული კრიტერიუმებით ამოირჩა მანც თუ აი თუ მაინდამაც ერთი სასტავი უნდა ყოფილიყო თუ არა, ერთი სასტავი რა ნახე როგორ იყო, იცი? იდეის ავტორი იყო ზაზა და ჩემი ძმა და რა ხო რამოდენიმე ტიპმა კიდე ანუ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია ყველაფერს რომ უნდა გადაგვეღო რაღაცები და დაიწყო ჩემით დაიწყო პირველი ტრეკი იყო ეს ჩემი ტრეკი იყო ტესტი ასე რომ თქო თუ წაიღებდა და ეგრე იყო მე უკვე იქ ოლბოი შემოდიოდა რაღაცები და ანუ ის პერიოდი იყო რომ ჩვენ ერთად მოძრაობდით ძალიან ბევრი რეპერი ასე რომ ვთქვათ რა ვინც ვიყავით მე ჩვენთან ვინც ილინკებოდნენ ის სასტავი რა ვინც იყვნენ ჩვენთან ანუ ჩვენც იმათ შევეხმიანეთ ეხა რავი ეხა ვიღაცებს უნდათ გააკეთეს კიდეც იმებმა რაღაც თელაველი კამანდა იყო რაღაცა ხო და საერთოდ არ ვიცნობდით ეხა მაგ ტიპებს ანუ არც ხო უნდა მოგწეროს ვიღაცა რაღაცა გითხრას რომ მეც მინდა ეხა როცა თან ეს ხო არ ყოფილა რომ ერთ დღეს დაიყარა ეს ტრეკები ან ერთ კვირაში გაიწელა რამოდენიმე ეს იყო არტისტი იყო რამოდენიმე კი ძალიან ბევრი არტისტი იყო და ანუ ამ არტისტებს ყოველ კვირა იდებოდა ტრეკი და მაგრამ მაინც მალე სტრაპტებში გაკეთდა ასე თუ ისე ხო ნუ იმიტომ რომ ანუ ეგ პონტი იყო რომ არ ჩერდებოდით და რაღაცნაირად ისე იყო რა ხო თან რო წაიღო უკვე სხვა შემდეგ არტისტს უკვე სტიმული ჰქონდა იმის რომ ეხლა მე გავაკეთებ ნუ ყველაზე ისე მაინც ხო ზაზას და კაზიჯაზის ტრეკი გავარდა მაგიმიდან სასტავიდან კაზის თემაც მანდიდან რაღაც ძალიან კარგი ტრეკები ჰქონდა ყველას ანუ ძალიან კარგი ტრეკები ჰქონდა მაგაზე ანუ ხა არ ვიტყვი ეს ვიჯექით და რაღაცა სასტავი ვიღაცებს ცხრილავდა მაგრამ ანუ ჩვეულებრივად ანუ ეგ მომენტიც იყო მე რო ვიცოდი რომ იმას ვეტყოდი რაღაცა ტრეკი გააკეთე ანუ პურის გამოსაცხობად ეხა იმას არა ქვია მაგას დალაგთან ხო არ მიხვალ ხო მე ანუ მიდიყარ ევასთან რა და ეს სოციალური ნაგავი მანამდე იყო თუ მერე იყო მერე ხო ეგ პერიოდი იყო ერთი პერიოდი იყო აი სადღაც ეკოდი იყო ეგეც რა ორი თვის შუალედში იყო აღარ მახსოვს ჯერ სოციალური ნაგავი პირველი დავდი და მერე იყო ჩემი ქალაქი თუ როგორ აღარ მახსოვს მაგრამ ჩემთანაც წაიღო მაინც სოციალური ნაგავმა ორმა ხო რა ორი ზუსტად ვიცი რომ ჩემი ქალაქის შემდეგ იყო ოღონდ ეს როგორ იყო იცი სადღაც ჩემი ქალაქი ანუ იმიტომ ვიძახი რომ ეს არ იყო პატარა პროექტი იმიტომ რომ მახსოვს რომ პირველი მე ხო დავიწყე კურტკითვა რა ანუ ეს დიდი კურტკამაცვია და კურტკითვა რა ანუ ეხა რაც არ უნდა გაზაფხული იყოს ეხა მაისი არ იყო ხო და რო დამთავრდა ანუ ჩემ ბოლო კაზის ტრეკი იყო ბოლო კაზი უკვე მოკლე მკლავიანით არის და ზაფხულია სვეტში ანუ ხო და ერთი სეზონი ჩავატარა თან ძალიან ბევრი არტისტი იყო იქ სინკაც იყო ჩესტერიც იყო KA იყო ლეტრო რავი აი ოლბოი ძალიან ბევრი ვიღაცა იყო ფულა და ანუ ბონი კი ბონი ვერიკო კი ბატონო ხო ანუ იყო რაღაცა ხო ანუ დიდი სასტავი იყო არ იყო პატარა და მე ანუ ხო სოციალური ნაგავიც ეგ პერიოდი იყო რაღაც ხო მეორე მევასება მან მეორე შეეხო იცოდა დაპატოდუპადა ბიტივით რო არის ხო ეგ ზუმბას ის არის რა ქვია გასემპლელი მაქვს ზუმბა
კაი ის არის ძალიან. ქართულ სემპლებს კაი ბიტი არის. ერთ-ერთი ნინო ჩხეიძეც ყავდა ნახსენები მე მგონი ხო, რომელიღაცაში, რაღაცა გადასვლა იყო. ჩხეიძე? სადღაც იყო მე მგონი ნახსენები, მაგას უსმენენ ეხლა თუ რაღაცა. ნინო ჩხეიძე არა, ის არა. ფანდურით რო უკრავენ. მაიც ჩხეიძე კი არა, ისა ტრიო მანდელი ხო სასწაული. მაგათ ვაფშე იქ რა უნდა და ევროვიზიაზე რო გაუშვეს კაცო. რატო ხო უნდა? აი გაჩერდი ეხლა. ხო დაეთკიცებიათ რომ არ იყვნენ ღირსები. ყველაფერი მესმის მაგრამ რა ვიცი. ეგ ხო იცი როგორი პონტია ვიღაცა რომ გამოდის და ეს პონჩი რომ დღეს თავის კარაოკე პონჩი და რო ეუბნები რან მეზობელი არ აქვს. ეხლა არ ვფიქრობს ვიღაცამ ვიღაც ვაქილიკებ და დავცინი, მაგრამ კაი რა როცა ქვეყანაში ამდენად მაგარი მომღერლები ყავს და რაღაცა და რაღაცა მაინც არა მაგას ყველაფერს დავიდანებ ქვეყანა ვარ სადაც აი ყოველ მეორეს შეუძლია სიმღერა არ გააჩერო ხო რავი რო წაიყვანო სადღაც და სამღერებ ანუ ეგეთი ერი ვარ სულ მაგაში გავდა სიმღერა ტაში მე მგონა თავიდან ღადაობა იყო რო თქვეს რა მეთქი უეჭველი ღადაობენ მეთქი და თავიდან ერთ ეგრე მეგონა მაგრამ მე უკვე აფიშებზე რო გამოიჩნდა და რაღაცეები ცოტა ხო რავი მეთქი ხო რავი შეიძლება იმუშავეს ახლა პროდიუსერები რაღაცეები დაუჯდნენ და ამუშავენ ახლა მე გპ-ის კაპელაში მღეროდი იცი მართლა ვა როგორ რომ მივედი გპ-ის კაპელაში ვიყავი როგორი ყრო იცი ვაფშე რაღაც შემოხედეს ვაიშის პატრონს ეს და მე იქ ანუ პედაგოგს გააჩნია ვიძახი არის ციცი ფალავანდიშვილი არის ესეთი პიროვნება რომელიც ანუ გპ-ის ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელას დიდი ხანია ეხლაც აკეთებს რაღაცებს და ძალიან კარგი და ასე ვთქვათ დადებითი ადამიანია მაგ კუთხით და ანუ მაიცად რა ამას ნახე რა უკნაო და სულ ქონახონეს ვიღაცებს არ არსებობს ადამიანიო ისეთ სიმღერა არ შეუძლიაო ხო თუ ძალიან ყრუ არ არის და ესე გამომუშავებს ადამიანს ოდნავ იცმენ აქ იმას ამღერებო და მაგას მე მოვყავდი ხოლმე რომ მოვიდაო ყრუ იყო და ერთ წელიწადში ხასანბეგურა ამღერეო სცენაზეო აი პოდკასტი რა არის რას არ გაიგები ხო საერთოდ წარმოგიდგენია შეიძლება კი არა მე ზოგადად ეგეთ ოჯახში ვარ გაზრდი ტრადიციული ბაბუაჩემ მღერო და იმევლესკიზებშიც თამაშობს და ანუ ესეთი ვა ეს იყო რა ქვია სულ ჩოხალხალოხი და ქავარხანჯალი ჩემთან სულ იყო სახში თავისი აზიაცკებით და რაღაცეებით ხო და ანუ ქართული სიმღერა და რაღაცეები ჩემთვის უცხო არ იყო ამიტომ არის მე ვიცი რა არის ქართული სიმღერა და მაქენა გამი უფრო კიდე მე ვიცი რა არის ქართული სიმღერა და შენ რაღაცას ქართულ სიმღერას და ნაციონალურ რაღაცად მატენი უკვე ცოტა შეიძლება დაგცინო ნერვები არ მომეშალოს მაგრამ არ გაგიტარებ ხდი გაქვს კომპეტენცია რომ თქვა ჩცდ-ში საიდან მოხვდით ის რა ხო საიდან მოხვდი მაგრამ ჩცდ-ში კადრში საიდან მოხვდი თუ ჩემთვის იყო როგორითა მე ხა უყურებ წერანს რო გეუბნებოდი რა მეც ხო იმ პერიოდისა ვარო გამოვლილი რომ მახსოვდა ხა რეპს როგორ უყურებდნენ რეპერებს როგორ უყურებდნენ და გავიდა წლები და დაიხვეწა ყველაფერი და პირიქით ეხა უფრო ასწორებს ეგ თემა რომ რაღაც რეპერია და ხელოვანია და მაინც რაღაცნაირი ის იყო რომ ჩცდ-ში უცებ გააძრეს ის რომ პრეზიდენტი რეპერი ხო არა თემა და უცებ თქვენ გარშემო სასტავი და რაღაცა და ჩემ მისვლას დაემთხვა მეთქი ეს ხალხი საერთოდ ნუ ზაზასის გასაგები შენ მე მგონი მან რაღაცა თემაში მუშაობდი ხო მუშაობდი და ეხლა გამახსენდა კეთრი რავი არც ისე ცოტა ხანი მუშაობდი სხვათა შორის აი მე-9 სეზონი იყო მე-9 სეზონიდან მე-16 ხმაზე თუ რაღაცა ხო ეხლა გამახსენდა სადღაც ერთი 7 სეზონი მაქვს ნამუშევარი ხო მაგის გარდა კიდე მაქვს ნამუშევარი და ეგ იდეა როგორ გაიჩნდა ვაფშე რომ აი ფონტი გაეკეთებინა მაგას ხო რეპერი პრეზიდენტი და თემა მაგას სცენარისტი წერდა კეთი დევდარიანი და ის უცებ დააწყა თუ თქვენ ხوار მიაწოდეთ ეგ იდეები არა იდეები შიდა ამბავში რაღაცა ალბათ ხო სცენარისტები ასე ვთქვათ კრეატიული მენეჯერები და რაღაცებს განიხილავენ შეიძლება იდეის დონეზე ვიღაცა სხვა თქვა რომ მოდი რეპერი ხო არ იყოს პრეზიდენტი და რა განსხვავებული რაღაცა რატო ეხა ხო ის იყო რა ქვია ეხა ხო აი რესტორნის მომღერალი არ არის ეს ბოლო პრეზიდენტი ვინც იყო ჩცდ-ში სულიკო დარდიანიძეთ რა ერქვა ხო კახა ძალიან აგერთავაშო ძალიან უძონს მე სხვათა შორის ვაგის პერსონაჟი და მაგარი კაცი. ხო, ანუ ეგეც ის ხო რაღაცა ის არის, რა ქვია. ხო, არა, რესტორნის მოღვაწე ხო, მაგრამ აი რეპის წინ წამოწევის ისა რა. ხო, არა, რეპი, ანუ ნახე რა მოხდა საზოგადოება მიიღო უკვე ეს რა რეპი რა. ეხა
შენ საქართველოში როგორ კონსერვატორსაც არ უნდა დარჩე. ხო და თან რაღაცა გართობას და თანამედროვეობაზე რო გაქვს პრეტენზია, როცა მსოფლიო ჩარტებში 10 წელზე მეტი არის ჰიპ-ჰოპი არის პირველ ადგილზე, მე ვინუჯდენი შენთანაც აღწევს ის რა. ბოლო გავარკვიეთ თუფაკი ვინ მოკლა და B.I.G თუ კი როგორ არის ხო თქვენს. თუ ისე ვემთვალეთ არა B.I.G ვინ მოკლა მანდ ვერ გავედით და თუფაკის მკვლელი გაიასნდა ვინც იყო. სკიფიდის ანუ გამოძიებული დიშვილი თუ ძმიშვილი თუ ვიღაც. აროჩე ხო, ანუ სერიალიც არის ფოტოშოპს. ხო, აღიარა, კიფიდი აღიარა, მე მაგ ტიპა ახლა ბოლო პერიოდში ინფორმაცია წავიკითხე, იმან აღიარა, რომ იო მე ანუ შევესწარეთ თუფაკის მკვლელობას, მართლა მასე იყო, როგორც მე დავებოდაო პროკურატურაო. ოღონდ ანუ ვინც მოკლა თუფაკი რეალურად სადღაცას თუფაკის სიკვდილიდან ორ კვირაში რაღაც ბანდებს შორის გარჩევაში მოკლეს ისიც ანუ შემთხვევით. ხო, არა, ბანდებს შორის გამთხოვებაში არ გამორიცხო, რომ მართლა შემთხვევით მოკდა, ანუ რა. პრინციპში ხო მან ხო და ანუ ისეთი პონდი ანუ ვერავის ვერ დაასჯიო, ოღონდ აი რატო მოკლეს თუფაკი უკვე სხვა. მე მაინც როგორც იძახე, მე მაინც მგონი ეგ თემა რომ საქართველოში ვზივართ და მაგას ვარჩევთ. მე მაინც მგონია რომ ეგ თემა იყო რომ მაინც ძირითადი თემა რომ სტუდიების მხრიდან იყო რა, რომ აღარ აწყობდა თუ ეს დავარჩიო და მე ყველა ერთმანეთს ჩაიხუტაო და რაღაცაო. ერთმანეთს ვერ ჩაიხუტეთ, მაგის შემდეგ კიდე кайხანი დაჭირდათ და кайხანი იბრძოლეს და ის კოს და ეს კოს იძახეს და რავი. ხო, ანუ ეს არის არტისტებმა უკვე ვიღაცებმა რომ ნახეს რომ რაღაც ფულები იშოვეს იქ რაღაცები მოხდა უკვე სხვანაირად შეხედეს ამ ყველაფერს ახლა ტიპის ის ფიქრობს აგერ უკვე სადღაცას გეტოში ვცხოვრობდი ახლა ნახე სადღაცას იმაზე ვცხოვრობ ჩემი იახტები მაიამიზე მაქვს უკვე რაღაცა სამსართულიანი სახლი სადაც რავი კრისტალის შამპანიური და ნაშები არ თავდება რავი ნარკოტიკი მინდა არის ყველაფერი არის მანქანა გარაჟში რო შევდივარ ფერარით წავიდეთ თუ რაღაცა ახალი ეს კლასით მაღაზია ვფიქრობ და ეხლა წარმოიდგინე ვიღაცის გულისთვის იგი რა გარჭეული ვირბინო და მე ვიღაცამ პახ და დამაგარბიოს ეს ყველაფერი ან დამიჭირონ და ვიჯდეთ ციხეში 4 სამუდამოზე ხო ისეთი ხო და მე იმიტომ იყო რა აი მაგიმა ხალხმა იმოქმედა იქ Snoop Dogg-მა Dr. Dre ვიღაცება რომ მიატოვეს უკვე ის ეს რომ ანუ ვინც იყო რეალურად ბუდე ამ დაპირისპირების ის ბუდე გაქრა ის შუგნაითი დაიჭირეს თელი ამბები რაღაცეები და ანუ ეს დღემდე ზის ხო იმიტომ რომ გამოვიდა სხვადასხვა მე როგორც ვიცი NWA-ზე ფილმს რო იღებდნენ მაგ ფილმის გადაღებაზე მივიდა ვიღაცებს დაცხო და იქ მანქანით შევარდა და ორი ტიპი მოკლა ტიპი რა გიჟია ანუ და ხო ანუ ეგ აიხლაზის ეგ ორ სამუდამოზე ანუ ერთი სამუდამო რო შეიწყალოს ვიღაცამ კიდე ერთი სამუდამო აქვს რო იმინა ვერ გამოვიდეს ვერასდროს ვერ გამოვიდეს ვიღაცები არსებობენ ამერიკას ეგეთ კანონმდებლობა აქვს ვიღაცებს მართლა 4 სამუდამო აქვს და ეგ რა ის არის ისე ეგ არის რომ შენ შეიძლება რაღაცა წლის მე რაღაცა შეგეხოს სამინისტრი ან რაღაცა გაასაჭირო და ერთი სამუდამო მოუგო იმას რა ქვია სახელმწიფოს მაგრამ გრჩება კიდე 3 რომელსაც ვერაფერს ვეღარ მოუღე ყველა მოუგე თუ გინდა ერთი დაგჭეს რა მნიშვნელობა და 70 წელს რო ხარ და აღარ ხარ 70-ზე ოღონდ 30 წელი უნდა იჭირო გეუბნები ხო არა ეგ ეხლა რაღაცა საგიჟეთები ხდებაო რაღაცა არ ვიცი ხა რამდენად მართალია მაგ ჯდომაზე გამახსენდა რა რაღაცა სიგონებენო ისეცო ფილმიც გადაიღეს ხე სავსები შეიძლება რეალური იყოს არ ვიცი კაუჩე დავუშვათ მოგისაჯეს 50 წელი. რაღაცა იმას იზავენ, დაგიმაგრებენ და გადის 5 წუთი თუ რაღაცა 10 წუთი იმ თემაში და შენ გონებაში გადის ეს 5 წელი რა. რო დიდი ხანი აღარ აჭამონ, აღარ საჭმელი არ დახარჯო, სასმელი არ დახარჯო პატიმრებზეო და ტრიფში გაგდებენ. სინამდვილეში გონებითო ჩვეულებრივია გზნობო გატრიფინები, მაგრამ აი როგორ იძინებ, იღვიძებ, ცოტა საგიჟეთი მგონია რა ვიცი. იმაშივე ის არის აი Black Mirror-ის სცენარს Black Mirror მაგარია. თუმცა არ არის გასაკვირი რა დღესდღეობით ისეთი რაღაცები გამოიგონეს და ისეთი თემები ხდება რომ ChatGPT-ს ვკითხოთ გვეტყვის. აუ ChatGPT რადგან ვართალია. ეგ არ ვიცი, მაგრამ აი ის მიტყდება ხა მე როგორც
ახლა ყოფილი რეპერი გასაგებია, როგორც მომღერალს მაგალითად ის მაგრამ იტყდება, რომ აი ძალიან ბევრი სიმღერები გაუპატიურა ხელოვნურ ინტელექტს, რა ვიცი, ვისაც როგორ ესაგებ, შეიძლება ზოგი სწორედ იყენოს. ხელოვნური ინტელექტი რო ხვდები რა მაინც რა. ხო და საქმე მაგაშია ზუსტად, რომ მაგაზე მეშლება ნევრი რომ ტიპები დაჟე რომ იბრალები რომ ჩემი სიმღერაო და კომენტარებში შეწერია, რომ უი ღმერთმა გაგახაროს და კაი ხმა გაგდა რა მაგრამ. აგერ არ გავიდნენ იმაზე რა 2 წლის წინ არ იყო თუ რამდენი 2 წელი გავიდა აგერ ხელოვნური ინტელექტის სიმღერით არ წავიდნენ ევროვიზიაზე თუ რაღაცაზე თუ რაღაცა იურმალაზე თუ რაღაცაზე წინ. ხო რაღაცა გაგებული მაქვს. ხელოვნური ინტელექტი არა ოღონდ იქ დაიწვია ტექსტი იყო ხელოვნური ინტელექტის დაწერილია. ან ძალიან მარტივია თუ რაღაცა. რა ვიცი ხა მე სულ ამბობ ხოლმე რომ აი რეპებს წერს და რაღაცა ჩვეულებრივად თან შეგიძლია ტექსტი მიწერო რაღაცა სიტყვები მიწერო და ამ სიტყვებით ამიგე რაღაცა რეპი და ხო მაგრამ შენ რო გარებო გასაგებია მაგრამ ნაგლობა ისაა რომ იმის ხმა არის იმის დაწერილია ხო არა რო იძახი რა არა ხო მასე რა ვიცი ხო მაგას უნდა იყო ხო და აი იმის რო იყო ხოლმე რა ტერმინატორი და თემები და ფანტასტიკები და რაღაც ჩვენ ბავშვობაში რო იყო ხოლმე რა ვითომ ხო წარმოუდგენლად მიგვაჩნდა და ეხლა რო უყურებ ისე ვითარდება და ისე გამვითარდა ყველაფერი რომ ვაფშე აი ხა რო ჩავიდე და მაღაზიიდან უცხო პლანეტელი გამოვიდეს და ლუდი ეჭროს რაღაცა ვაფშე აღარ გავიფიქრე ხო მაგას ვიძახი მეც ანუ აი ხა რა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში რომ გამაკვირვოს რამე რაღაცა ხა მართლა მაგას ვიძახი ყოველთვის რომ რაღაც თეფშინავ თეფშე რო ჩავიდეს რაღაც кайღოს რაღაც არსება გადმოვიდეს იქე და ანუ ვაიმე და რაღაც პანიკაში არ ჩავარდები რავი ხო ანუ უცხო პლანეტელი მოვიდა როგორც იქნა ისიც აღარ დაჭირება რომ მშვიდობით ავა და რაღაცები იპასოს გადატენი და ზედმეტი მოძრაობა დაუშვებ რა თუნდა მშვიდობა რაინა ვიცი მაგის თუ რა იქნება მაგასთან მშვიდობა მომსნიშნავს ხო რა გაიგეო აი საინტერესო ეგ არის ჩვენ ხო არ ვიცით უცხო პლანეტელი და ზოგადად სხვა ცივილიზაცია და სხვა რაღაცა როგორ არის მოწყობილი ხო არ ვიცით ჩვენ კაცო მართალი ისინი როგორ ყურები შეიძლება დედამიწას დაგწინიან სხვადასხვა აი იყო პოდკასტის თვითონ პოდკასტი იყო რაღაცა იუმორის ორი უცხო პლანეტელი როზიან და რობაზრონ შენ იცი დედამიწას ერთმანეთის ერთ თავიანთი თავის რამდენი ვალი რო აქვს თუ წარმოიდგინეთ რომ ყველაფერი აქვს რომ იცხოვრონ ისეო რომ გადაუვიდეთ თავს ყველაფერიო და მოიგონესო სისტემა მოიგონესო ფულიო მოიგონეს ისე რომ და ეხლა ერთმანეთის ვალი აქვს ანუ ვალში ცხოვრობენ და ანუ უცხო პლანეტის თვალნა როგორ დასანახია დედამიწის ყოფა ასე რომ ვთქვათ იგივე იქნება დიდი ალბათობით ჩვენ უცხო პლანეტელებს ვერ გავუგებთ ეხლა ვერაფერში ვერ დავეწევით მე დიდად ზოგადად სხვაგან იქნებიან ზოგადად აი პოლიტიკაზე მესაუბარი არ მიყვარს ხო მაგრამ მაგის პასუხია და აი მე მაინც ვფიქრობ ასე რომ საქართველოში წყალში არ უნდა ვიხდიდეთ ფულს შეიძლება ბევრ რაღაცაში მაგრამ აი წყალში ძმაო რა ვიცი არა მე კიდე რა გვიყვარს ყველაფერი უნდა იყოს კერძო საკუთრება წყალის კერძო საკუთრება უნდა იყოს ყველაფერი კერძო საკუთრება უნდა იყოს და ვის უნდა დევს უნდა ხო და არა ნახე შენ ანუ შენ უნდა ქონდეს დენი სიტყვაზე ვიძახი მე მაქვს წყალი ხო და ერთვარეთში თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ ვივაჭროთ აჰა ეხლა მე შენ დენს მოგცემ შენ წყალს მოგცემ და შენთვის წყალი უფასო იქნება იმისთვის დენი იქნება უფასო მე ხვდი რას ვიძახი მე თუ ეხლა წარმოედგინე მე თუ სოფელში მე რაღაც ტბა არის და ეს ტბა არის ჩემი და მე და რაღაც თევზი ჩავყარე და ძალიან ბევრს გავა მრავალფეროვნე ეს ჩემი ტბა და რავი ხო გინდათ რავი დანარჩენი სოფლელები აქ ვინც ხართ ხო გინდათ რომ ითევზაოთ თქვენ რა გაქვს შენ სიმინდი გაქვს სიტყვაზე ვიძახი ბევრი მომიტანე სიმინდი და ითევზავეს შენ რავი რა გაქვს როგორც აბრა იყო რო ცვლიდა ხო და აი უნდა იყოს ფული ან ვაჭრობა უნდა შეიძლებადეს ყველაფრით მე ამას ვიძახი და შეიძლება შენ ანუ უფასო არაფერი არ არსებობს დედამიწაზე მეთმედეს კარგი ამიტომ უფასო ვერ გვექნება წყალი რო შენამდე უფასოდ მოვიდეს ვიღაცამ რაღაცა ტრუბა ხომ უნდა გადააბას თავის დროზე ხო და იმას ვინ უნდა მიცეს ფული ეგეც მართალი აი გარის ხო მაგრამ რაღაც აი გარი ხო მაგრამ იქნება რომ წყალს მიაქვს ყველაფერი წყალს მიაქვს ხო უნდა იღირდეს იაფი მოდი ესე ვთქვა ო ეგეც იაფი უნდა ღირდეს ანუ აი ჩვენ და წყალი უნდა ღირდეს ჩემი აზრით როგორც რავი სხვადასხვა ჩვენ ქვეყანაში ღირს სადაც არ მოიპოვება წყალი ისე კარგად როგორც ჩვენთან ხო სირცხვილია უბრალოდ რომ რავი რაღაც მაშინ რა ქვია გერმანიაში რო შედიხარ მარკეტში და წყალი რო ღირს რაღაც 10 ცენტი და 20 ცენტი რო ღირს ერთი ბოთლი და ჩვენთან რო 80 თეთრი ღირს და ლარი რო ღირს
ხო, უცებ რაღაცა რომ ამოხვიდიან მეტროდან საიდანაც გული მიგდის მაღაზიაში შედიხარ და რაღაცა არ კითხულობ რა და უცებ ან ბარათით იხდე რაღაცა ლარი და 20 ნახე 2 ლიტრიანიან რაღაცა უცებ და ეს ფანტანების სისტემა ხო მოსწეს ჯერ საერთოდ ან ჩვენთან ხო იყო ადრე მეტროებთან ყველგან იყო ეს ფანტანი საიდანაც წყალს არის შიგადაში კორპუსებში აი სადღაცას იმაშიდაც არის დედაენის ბაღშიდაც არის მაგრამ რა ვიცი რომ დააჭერა ვით წყალს ვერ დალევა ან თუ დალევ თბილი მოდის შიგნით. აი იმაზე რა მაცივარი უნდა უყენო. დედაენის ბაღზე გამახსენდა ეხა მაინც რეპერი კაცი ხარ და ეხა წეგან ვეუბნებოდი რომ ჩემი ბიჭი ყავდა მეთქი რეპის თემებს ვაზიარე მეთქი. შენ ზოგადად როგორი აზრის ახარ ამ თემებზე ან რაიმე უცი რომ დაიწყო ეს აკაპელა ბეთლები აი PvP-ის თემაზე აი რა აზრის ახარ შენ მაგ თემაზე. როგორც პროექტი, რა ჩემი აზრით ორივე მომგებიანი პროექტი იქნება, როგორც პროექტი, მაგრამ როგორც რეპი, ან პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ერთი ადამიანი მეორეს აჯვავს ის რეპი არ არის რა. ჩემთვის უფრო საინტერესოა ის რეპერები, აი სიტყვაზე ვიძახი, ერთად როგორ დააჯვავენ მაგალითად რაღაც იმ ყოფას, რა ყოფაში ცხოვრება არ უნდათ. ანუ რაღაცა ეს დაპირისპირება არ მევასება რა. ანუ იქ რა არის, ანუ თან ანუ ეს დღევანდელი მეინსტრიმ მანდედან წამოსული არტისტები ვინ არიან რითი გახდნენ ცნობილები აი წეგან როგორ დაიწყე ლაპარაკი შენს საიდან გაიგე ზაღლთან თარეში მოისმინე მიხვდი ხო და დღევანდელ რეპერებს რაღაც აი ტრეკები აკლიათ ამიტომ აი რეპი არ არის კი ბეტლ MC-ა და აკეთონ რაღაცები მაგრამ რეპი ცოტა სხვაგან არის ესე მგონია რა აჰა მაგრამ შენ უფრო მაინც აკაპელას კაცი ხარ უფრო თუ PvP-ს ანუ ბიტებზე რო არის თუ მეკითხები რომელი ბატლაობა რომელი უფრო მევასება ჩემთვის ყველაზე კარგი ბეტლაობა არის აი ტიპიური 8 მილის ბეტლი რომელიც არის DJ თავს რაღაცა ინსტრუმენტალს და შენ ბაზრო ფრისტაილს და არა წავედი სახში მოვემზადე ტექსტი დავწერე მე ვიმეცადნე ჩავწერე ეს ტრეკი და იქ ბეკები გავაკეთე ხურში походу ეს აკაპელა და ისე რომ უბაზრობ ცოტა ხო მაშინ იმენა კარგი ტრეკები გააკეთეთ და ეგეთი პროექტი იყოს რა კი ბატონო აი ეს არ მომწონს რა დაპირისპირებას იწვევს მე ერთმანეთში როგორც არ უნდა არ მინდოდეს ადამიანთან რაღაცა ის რა ქვია ცუდი ხო ეხლა რო დგას და რაღაცებს გაჯვავს რატომ მაჯვავ რა გინდეს მაგაზე ხო ანუ არანაირი ხო შეიძლება რომ ვიღაცასთან მოგიწიოს მაგ დროს ბეტლი რომელთანაც რავი სიმპათიით ხარ მაგაცებთანაც ერთმანეთში ხო არის ეგ თემები ანუ რაზე და ხო და ბოლოს ანუ ისეთი რაღაც არის რამდენი ხანს უნდა აჯვათ ერთმანეთს რომ შენი პანჩლაინი ჩემი პანჩლაინი ჯობია დასწრებით არ დასწრები ხარ არც ერთ დასწრებით დავსწრებიო პირველ სეზონში ჟიურიც ვიყავი ხო და ანუ ეს არის რა მით უმეტეს ხო ანუ ცოტა უინტერესოა ჩემთვის მიხდი ანუ არ მაინტერესებს ანუ როგორც არავის საწყენად და რაღაც არ ვიძახი პირიქით ვიძახი რომ კარგია როგორც პროექტი კარგია ორივე მომგებიანია და რაღაცა მაგრამ რეპი არ არის ეს ჩემთვის ანუ ეს რაღაცა ანუ კი ბეტლია ჰიპ-ჰოპის რაღაცა ნაწილია მაგრამ ეს რეპი არ არის რეპი არის ჩემთვის ტრეკი რომელიც ტრეკია მაშინ რადგან ესია ჩემო ძმაო მე 3 თვის წინ რო დავდე თავიდან რომ დავიწყე საუბარი რაღაც კეთილი სურვილები ქონდათ ხალხს რაღაცა კითხები ზოგს და წავიკითხავ ყველაფერს რომ მე არ თქვან რომ აიო როგორც იქნა მოვიდაო და არ წაიკითხეო აგე ფაქტი ხო 3 თვის წინ так ყველაზე ჩესტი რეპერი ხარ რესპექტ კენტისაგან აჰა კენტის ხოთაშორის ერთ-ერთი ძველი ის იყო ხახსო გუჩი რო იყო გუჩი მე კი მახსოვს მაგრამ ეგ არის ვითო არა ის გუჩი იყო ის კენტი ერქვა ტრეკს უბრალოდ შენახარ კენტი თორე გუჩი იყო არტისტი რა შავი პრინცის კი ბატონო მეტრეველი კი მე ეგ სასტავი ყველა ვიცი კაცო თავიდან კაზისთანაც ძალიან მეგობრობდი დუეტებიც გქონდა არ ვიცი შენის თემა თუ იცი ერთობა რო გავაკეთეთ ორივე შევწერეთ ცენზურაც იყო კაზიც იყო დიღომში ფასანაუშში სადღაცას ლაივიც ქონდა ჟინვალში იო მაშინ არ გიცნობდი შენ თო დასავლელი და მასთან რა ქვია ჟინვალში არა ფასანაუში ჩვენც ქონდა ადრე ხო მე ლეტრო მაშინ ძალიან პატარა იყო მე ლეტრო სინკა და თიდენი იყო ჩვენთან ერთად კიდე აჰა თიდენი მე ხა აღარ ბაზო იერაკლათი იყო ცნობილი რაღაც ტაბულას რაღაც ზბორნიკში მიიღო მონაწილეობა ერთი ტრეკით
შავი პრინცის ქავერი ქონდა გაკეთებული შორის ძალიან კარგად. ძალიან კარგი. ძმაო, რა მაგარია, მძიმე წონა. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ქართველი არტისტია, მით უმეტეს ქართულ ჰიპ-ჰოპს 28 წელია ვუსმენ. მხოლოდ ერთს ვთხოვ, ნუ გვახვეწინებს ახალ ტრეკებს, პატივისცემა და სიყვარული ათენიდან. მოგკითხვა ათენს. ახალ ტრეკებზე რა ვიცი, ახალ ტრეკებს ყრია ხა ამ ზაფხულზე მაგალითად 2 ახალი ტრეკი დავაგდე და ეს ალბომიდან ართან ეს ტრეკები და ეს ალბომი რომ მიწელავს ეგ არის თან კლიპებთან ერთად ვდებ ხო ანუ ისე არ ვიმოშვები ახალი ტრეკები არ მე მესმის მაგათი უნდათ ისევ რაღაცა სოციალური რაღაცა ისენი აი ცოტა ძიმე ტრეკები სადაც ვიღაცებს დისავ და ანუ არ ვინდობ. იმიტომ რომ ეხლა ეგ ტენდენციაა ძირითადად რომ ჩოლობი ტრეკებიც როგორც დისები ისე ისმინება გინდა და მაგით. პოპულარული ეგ არის რომ დავაკვირდე ხა მეებს რა სასტავებს რაღაცებს აი თუნდაც ბეტლი რატო გახდა პოპულარული და ხალხს რატო უსმენს აი ერთმანეთის რაღაცა პერიოდია ეს ჭამა დავიწყეთ ერთმანეთის ქართველებმა და არ მინდა ამ ჭამაში მივიღო მონაწილეობა რა. ისევ სმაჯობია წყალი რაღაცა ჯამთრად. მენატრება თბილისის სტუდიური ვერსია როდის გამოვა? ველოდებით. მენატრება თბილისის სტუდიური ვერსია კაცმა არ იცის როდის გამოვა. კაცმა არ იცის. ესეთი ამომწურავი პასუხი. შავ პრინც და კაზის ეკნება გამოუქვეყნებელი შავი მასალა. რა აზრის ხართ რომ ეს მასალა იქნას მოძიებული, მოხდეს მისი რემასტერინგი და ახალი სიცოცხლე შეიძინოს? რა ვიცი, ცუდი იდეა არ არის ხა. ჩვენ თუ რამე შეგვეძლება კი ბატონო, მაგრამ რა ვიცი. არა, მე ეგეთი ავწი შენ იცი, ეგეთი რომ კაზის კონდეს, კონდა რაღაცეები აქ ერთადაც გვაქვს ერთი 2 ტრეკი კიდე რომელიც გამოსაქვეყნებელია. და ჯერ არ გამოსულა და აპირებდა რა. გამოსულა 2 ტრეკი გვაქვს გაკეთებული, ერთი თეთრი ხმაურის მოძრაობაზე რაღაცა ამბავი იყო, მაშინ ძალიან ძველი ლაივი გვაქვს, ნაბაზი ლაივ ვიდეო დევს ინტერნეტში. ალღა თუ ის ტალღა კიდე სხვა თემა. აი ტალღამდე იყო მე მგონი ეს რაღაცა, არ მახსოვს რა, რესპუბლიკის მოედანზე ეგრეთ წოდებულზე იყო რაღაც დიდი ლაივი და მან ვაზრობთ რა მე და კაზი. ეგ ტრეკი არის ერთი რომელიც ჩაწერილია და კიდე გვაქვს ერთი ტრეკი რომელიც რავი სახელი ესე არ ვიცი მაგრამ გვაქვს რაღაც ტრეკი კიდე აქ რაღაცები აპირებთ თუ გამოშვებას თუ ერთი ტრეკია ჩემ ალბომში იქნება ის რაც ჩაწერილი გვაქვს თეთრი ხმაურის არ ვიცი ალბათ რა ვიცი როდეს მე ვინმე დავდროპავთ მაგრამ რაღაცა იდეები გქონდა რა გაგვიკეთე ძალიან ბევრი მასალა დარჩა ინსტრუმენტალების და რაღაცეების სახით რა და სადღაცას პატარა დემოებიც არის რა, მაგრამ ეხლა ამდენად მაგის ასე ვთქვათ თუ რაღა პროდიუსინგი და მთელი ამბები ჭირდება ხო მაგას? ანუ ნახე როგორ რაღაცა არის, იცი, ხო? ცოტა უნდა იმუშაო არტისტები, დაჟნენ და იმუშაო მაგაზე და ესე არ გამოვა რა, რომ ესე ავიღოთ რაღაცა დემოები და დავაწეროთ სახელები, არა დემო და ხო, მესმის და გამოუშვა. ხო, და რაღაცა ის კონდეს პროსტა გამოუშვა ლიჟბი, ხო. რაღაცა გამოუშვით ესე არ გვინდა რომ ვქნათ რა. ცოტა სხვანაირად გვინდა. სხვათა შორის წეღარ ვაღვიშთე, აი ეს ერთობის თემაო თქო რა. მანდ რო ბაზრობთ მანდიძახის ასეთ ფრაზას რომ სულ ყველა სევასება ლექსენიო რა მაგ ტრეკში და ყველა მისი აღიქვა მაშინვე რომ რატოღაც აი ლექსენს დისავს და ჩვენთან ხო რაღაცა ცოტა აღქმის იმაში აი ნუ ვისაც როგორ უნდა ისე იგებს ხოლმე რა და იდეაში რომ ვდებდით მაშინ ისე გაბაზრდა რომ ვითომ ლექსენს დისიო არა და ყველა ჩვენ თემას ვბაზრობთ და კაცი ესეთ რაღაცას იძახის გაიგე და ეგ ჩემზედაც უთქვავთ რაღაცეები აი რატოა ხოლმე ეგეთი აღქმა რომ თუ რაღაცას ისე ახსენებ მაგალითად რომ რაღაცა დავეტყობო თავისებურად იგებენ ყველა ხო აი შენც რაღაცა ვიღაცის სხვისი ტრეკი რომ მოგისმენია ხო რაღაცა დაგიჭერია არიან ახლა ადამიანები ვიღაცები მაგალითად თავის თავზე იღებენ ვიღაცებს გონიათ რომ აი ეს ჩემზე თქვა ხო აი ცოტა სასაცილოა რატო მიიღე შენ თავზე და თუ მიიღე კიდე ხო მაშინ მიიღე მაშინ სწორედ ჩაუწერია ეგამბავია ხო ხო იმიტომ აქვს ეს აი DC რომ აქვს მანდაც კონკრეტული არავის DC არ და ეგრეც ვიწყებ რომ ეს DC-ია და თუ გაინტერესებს ვიცია ვინც იცნობს თავის თავს ეს იმისია ანუ ეგ არის რა კონკრეტული არავის არ არის მაგრამ აქ რასაც ვაზრობ თუ შენზეა ეს იგი შენზეა თუ მიიღე და გეცნო და ხო გატკინა ესე იგი ეგ არის რა გამარჯობა უსმენ თუ არა მეოთხე დასს და როგორ შეაფასებდი ბიჭებს ქუთაისიდან მეოთხე დასი აი რო გითხრა რომ უსმენ არ უსმენ
ანუ ზოგადად ახალ თანამედროვე მუსიკას ნაკლებად უსმენ, იმიტომ რომ ეს პერიოდი ძალიან გადართული ვიყავი, ასე ვთქვათ, დიგერობაზე, საერთოდ რეპის გარდა ყველაფერს უსმენდი. თან ქართულს, ანუ რაცა ვია 75-საც უსმენდი და გიული ჩოხელსაც. და კარგად სემპლავ იქიდან მე ხო? ხო, ანუ აი რაღაცა ამბებში ვიყავი, ანუ არაფერს არ უსმენდი, მაგრამ ეხლა რაღაცეები მაქვს მომხვედრია და შემხვედრია, რა თქმა უნდა და ძალიან დასაფასებელია ის ბიჭების, რომ რავი, მე მგონი ძებნილების მერე ერთადერთი კომანდა არიან, ვინც ქუთაისიდან ესე დარბაზებს ავსებენ და რამოდენიმე ლაივის ვიდეო შემხვდა, სადაც რავი, არ ბაზრობდნენ ტიპები, ხალხი ბაზრობდა მათ ტექსტებს და ესეთი რაღაცა რომ აკეთებს, ცუდი, ანუ რატომ უნდა ვიფიქრო მაგაზე, ხო, მესმის. ცუდი დამოკიდებულება რატომ უნდა მქონდეს, ხო და პირიქით კარგია ხა როგორი მუსიკა და რაღაცები, ამაზე არ მაქვს ლაპარაკი მე საერთოდ არ ვაფასებ მაგ კუთხით, როგორ რას ვფიქრობ, აი ამას ვფიქრობ, რომ ძალიან მივესალმები მაგ ამბავს. აი სხვათა შორის ენემი რომ ყავდა პოდკასტს, ენემი მაგნიშნა რომ ძებნილები იყო, ქსელი ვიზაც ეგეთი ამბები იყო და მეოთხე და ანუ რაღაცაო თქოს 10 წელიწადში ერთხელ არის ეს თემებიო რომ რაღაცა თაობათა ცვლა შევა. ხო, აი ეს გუნდური თაობათა თემებიო აი ესეო წამოიწევა ხოლმეო რა. კი თაობათა ცვლა არის ხა ჩემ ბავშვობაში, საერთოდ ვინ იყვნენ, ანუ ჩემი ბავშვობა იყო ქართველი რეპერები მაგ დროს იყო კაბუ, ანუ ეს შავი პრინცი, აი ძებნილები რო შემოვიდა ძებნილებზე უკვე თინეიჯერობის ასაკს ვამთავრე, ანუ თინეიჯერობის ასაკში ვიყავი უკვე. ბავშვი არ ვიყავი, რომ აღტაცებული ყავი რაღაცები. ხო და აი სამწუხაროდ ჩემ ბავშვობაში ვისაც შეიძლება აღტაცება მიმეღო, მაგ დროს რეპი არ მომისმენია ქართული, ანუ ავაშია საქმე. ივანუშკების თემა იყო მაგ დროს, ხო? ხო, ალბათ რაღაცა სხვა რაღაცებს უსმენდი, ხო, სხვა რაღაცები მქონდა აღტაცება. ხო და აი მე უკვე ანუ ჩავჯექი ჭკუაში და მე თვითონ რომ პატარა ასაკშიდაც ან ხო გეუბნები მე 86-იანი ვარ და 2003 წელს სადაც პატარა ვიყავი ხო 16-17 წლის ალბათ რომ ჩემი პირველი ტრეკი ჩავწერე და იყო ეგ ისა რა მუღამი რომ მალე ადრე დავიწყე ანუ რომ მოვისმინეს ქართულებით ანუ მოვისმინე იგი ექსცეს რომ მეუნები და რაღაცებს თაობა 2000 იყო კასეტა სადაც ძალიან ბევრი მაშინდელი ჩვენ იყო ტალღაში ორფეიდან გამოდიოდა ხოლმე და იქით იყო თაობა 2000 ხო თაობა 2000 იყო და აი თაობა 2000-ში იყო რაღაცა ტრეკები და იქ ფლაიერიც იყო ექსესის ალბომი უნდა გამოვიდეს თუ რაღაცებს რომ ისმინე აი მაშინ მქონდა ეგ შეგრძნება რომ ეს მეთქი ეს ხო მეც შემიძლია ამას ხო მეც დავწერ ნასმენი ვარ როგორც კი დავწერე ფურცელზე რაღაცა და მე ეს წავიკითხე და რაღაცა რიტმში იჯდა და რაღაცა ესე იგი შემძლებია მეთქი ეგ ვიღაცას მოვასმენინე იმანაც ამაგარია ხა შემიქო თუ ხო გულწრფელად მითხრა თუ არა გულწრფელად ეგ სხვა ამბავია ხო და აი ამ ამბებში და მე უკვე ანუ სასტავი გავიცანი რაღაცა ესე აგერ უკვე ხა მე უკვე რეპერებში რომ მოძრაობ იქ ყველაფერს სულ სადაც მუსიკა ჩაერთვებოდა და რაღაცა ინსტრუმენტალი იყო ყველგან ვიღაცები თავიანთ ტექსტებს ბაზრობდნენ და აი ცოტა არ იყოს მივიქციე ყურადღება და მე ამოდი სტუდიაში ამბავი იყო რა კი კარგი დრო იყო. მაშინ იყო რომ კაკრას აი ორფეში ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ გიგა კოენტაძე აქეთ იყო მაშინ მამწვევდით ხოლმე. სხვადასხვა შავი პრინცის მაცხიათ მოდიოდა ხოლმე რუსთაველზე და იქით იყო ხოლმე შემოუწყდა ხოლმე სტუდიის სახელით თავიდან ძვალი და ექსცესი და ექსასტავი სადაც ჯორჯიან რეკორდსი. თუ აია თუ რაღაც ჯორჯიან რეკორდსი იყო გრიბოედოვის არა ეგ კიდე მე ხო იმის თავზე რო იყო ხოლმე გრიბოედოვის თეატრის თავზე ჯორჯიან რეკორდსი ხო რაღაცა მან გამოვიდა ეგ თაობა 2000 და ექსესის ალბომები მაგათმა გამოვშვეს მე უკვე ეგრე გაიყო სანო სტუდია და თბილისი იყო რომელიც ალბომი თბილისს გონდა ეს ნაკრები იყო თავიდან ცენზურა იყო მაშინ ცენზურა ბლოკავდა ყველაფერზე კი ვერ იმღერებდი კაცი კი მაგრამ ერთი პერიოდი წამოვიდა ძალიან ეს მაშინ კიდე რეპის პონტი და დაჟე მე მახსოვს როგორი თემა იყო იცი მაშინ ჩემ ჯგუფს ერქვა ნონ-სტოპი ორი ტიპი ვიყავით და ერთი გოგო და კლუბი იყო ისანში თუ ავლაბაში სადღაც იქით მოკლედ და ნონ-სტოპი ერქვა იმასაც მე დავუკავშირეთ რაღაცა და იქ გამოდიოდით და იქ მივიყვანე ზეღა რო ახსენე გუჩი შავი პრინცი ბედინა სასტავი ვიყო რომ მეწლებს გეუნები ხა რო გითხრა კაუჩი ავიც მეც აღარ მახსოვს და ოღონდ რომელ პერიოდში იცი რომ ქეთათოფურე და აჩი ფურცელაზე რო აი მაგრამ ცნობილები წამყვანები და აი კომერც ხო და ეს სასტავი მივიყვანე იქ და
საბოლოო ჯამში მოხდა ესეთი რაღაცა. შევთანხმდით რომ ფილარმონიაში უნდა ყოფილიყო ფილარმონიაში სამაგერი ქართველი რეპერების კონცერტი და ჩვენ უნდა ყოფილიყავით ჩვენ წაგვიყვანა პონტი როგორც ნონსტოპის კლუბიდან ნონსტოპის რეპერების თემა ამბავი და რაღაცა და ნუ რაღაცა არ ვიცი როგორც ხდება ხოლმე პროდიუსერს და იმის შორის რაც გაუგებრობები მოხდა ჩვენ ვაფშე წამოვით ვერ მაქედან და ფილარმონიაში ჩატარდა და მაშინ პირველი კონცერტი რეპერების წარმოიდგინე ბედინა და ვინ აღარ იყვნენ და ოღონდ როგორ პონტი იყო იცი როგორც იმაში როა ხო იცი ციხეშის ლოგინები ეს მილაგებული და რეშოტკები და ვიტყვი ძალიან ისე ანდერგრაუნდ ხო ძალიან ისე ჩატარდა მაშინ რა ხო და იდეა ჩვენი იყო მაგრამ ნუ რას ვიზავთ დღეს ვაზრობდით რაღაცა აი მაგ როგორც სპექტაკლი ისე რომ გააკეთო რაღაცა პროექტი რეპის და ანუ კაბუს პირველი ალბომი რომ გამოვიდა დაიკიდე ერქვა თუ რაღაც რა დაიკი აი მაშინ შიგნით ეზე რომ ძალიან მალე იქნება ჰიპ-ჰოპ ესა რა სპექტაკლიო რაღაცა რეპ სპექტაკლი სადაც რეპერები მიიღება მონაწილეობას 99 წელზეა თუ 2000 წელზეა ბაზარი წარმოიდგინე 25 წელია მაგის მოლოდინშია ქართული კარგი იქნებოდა ეგეც სცენა მაგრამ არა რავი შვენიერია ჩემი აზრით რაღაცა სხვანაირად უნდა ხდებოდეს რა ანუ დღეს რა გვაქვს ზოგადად განვითარების აი ქართულებს კიდე რა უნდა რომ აი კიდე მეტად გავიდეს შენი პირადი აზრით არაფერი არ აკლია ჩემი აზრით აკლია კაი დონეზეა თუ მეტი არაფერი არ უნდა თუ რა არის არა სხვაგან არის ვაფშე სხვაგან არის თორე ისე რომ არამე აკლდეს არა თვითონ რეპს თუ კარგი რეპი გინდა ქართული მოისმინო მოისმენ ამაშია საქმე და შენ თუ მაინც უცეძებ მოძებნი რა ყოველთვის რა თორე კარგი თუ გინდა მოისმინო მოისმენ ანუ იქაც ეგრეა რა ვიცი KRS-One-ის კონცერტი ხე მეგობარი მომგწერა საბერძნეთიდან იმანაც KRS-One-ს ქონდა ხა ევროპის ტურე და მე და ერთი ხუთი კაცი ვარ და KRS-One-ის კონცერტზე ხო ზოგადად არის ლეგენდა ანუ MC სიტყვა მაგან მოიგონა და ანუ რეპის ლეგენდაა, მაგრამ KRS-One-ია რა ვის რა შეაინტერესებს, იმიტომ რომ ეს რაღაც შექინეს სამღერის ანუ ხო ხდები. და ანუ არის ის ეხა არც მეინსტრიმ არც რეკლამას გაუკეთებდნენ სათანადოდ და არაფერს. ხო, რა თქმა უნდა. თორე ტიპი არის რა რა გითხრა ხა როგორც რავი AC/DC-ა როკში ისე არის ტიპი რეპში და ეხა 6 კაცი რესტრება მის კონცერტზე ზაზილოა. თან საბერძნეთში ხო შეიძლება სადღაც ავღანეთში არ და ეს დროს ვიღაცების კონცერტზე. შეიძლება საბერძნეთშიც არ არის მაინც ისე გაჩითული კიდე. რეპი ხო საბერძნეთი ხო რა ჩვენზე უარესად ჩაჭერილი იმის მიუხედავად რომ ერთკეცი ათაკეცი ქორწინება აქვს. მე ჩვენზე უარეში მეგოთი გახსოვს? მეგოთი კი როგორ არ მახსოვს. მანდარი ხო იცი? ასწავლის ცეკვებს, იმეებს, ამეებს, ჰიპ-ჰოპ ცეკვებს ათენში ვიცხოვრე 7-8 თვე და მანდ გავაზრე რა, მეთქი აქ საიდან იქით აკეთრელი ამბავი, სადაც წავალ მოყოლ თითო რეპერი ვარ გამეჩნდეს მეთქი იცი არ შეიძლება მეთქი რა. მოკლედ კიდე ერთი არის ასეთი, ჩვენი დაბოლილი ძმა, fuck peace, როცა ვერ შევლობ კანაბის. ეგ ვიწინასწარ მეტყველა მე როდეს იცი, აი ოცნება რომ მოვიდა ხელისუფლებაში მაშინ. ვიძინასწარ მეტყველა რომ შვიდობით დაგვატრიგერებდნენ და მოსაწევს აგვიგზავნდნენ. ხო, სამაგერ შვიდობა იყო. fuck peace, როცა ვერ შევლობ კანაბის. აი დღეს რასაც შენი ბრალი ყოფილი ესე იგი, შენ ვიცინასწარ. არა, მე 10 წელს წინ ვიხედები ყოველთვის. შენ ვიცინასწარ მეტყველა შენი ბრალი ყოფილი ესე იგი. არა, მართლა ის არის, რა ქვია, მერწყული ვარ და შემიძლია შორტტრეტელობა. აჰა. 10 წლით დაჟე? 10 წლით კი შეიძლება მეტითაც. ხო, ეგ ვარ. მეც მაქვს ხომე რაღაცა ის ცნობილი ცნობილი ფაქტია ეგ ხა ეზოთერიკოში ვინც არიან გარკვეულები. იტყვიან რომ მართალს ვიზახი ეგრეა ვარ. ცოტა შორს ვიხედებით ტექნოლოგიურად. ანუ და ჯერა რა რაღაცებს თუ დააკვირდები მე ანუ ხო შენ დაიჯერებ რაღაც ხალხს რაღაცა იმის ჯერა რა ქვია მაგას. კედელზე დახატული იმის ცარცით დახატული რაღაც ის ჯერა და ხა ვარსკვლავების რო დავიჯერო რა პრობლემაა რომელიც აგ ხედავ რომ მოძრაობს კი ბაზარი არის კი ბატონო თამით უბრალოდ არაფერი აღავნა გვიკვირდეს უკვე და არა ხო ასლამი რაც ხდება ხო გვითხრა ანუ ყველაზე გადაობა ეს არის რომ პრობლემ პერიოდია სამყაროში იმედ არის ისეთი რაღაც გიჟეები ხდება
აქ ჯერ ხო პირველ ყოფილობას დაუბრუნდით და აგერ შუა ევროპაში ომი გავაჩაღეთ და ხოცავთ ერთმანეთს და იქედან მთელი ეს პერიოდია გამოდის NASA და იძახის უცხოპლანეტელები არსებობენო და თან არიან აგერ წყალში არსებობენ ხალხო უცხოპლანეტელებიო და არავის სერიოზულად არ იღებს აიცა ერთი თუ ჩემი ძმა ხარ და რაღაც ეს არსებობენ და იყვნენ კაცო აგერ იმას მიაგნეს რაღაცაებების ქვეშ რა ქვია სამარხები კი არა პირამიდა საერთოდ სხვა რაღაცა არის თუ პროსტო ვერ ხვდებით რა არის და ჩადის და რანაირად შეიძლება რაღაც ესეთი რაღაცა არის ძალიან ღრმად რა ზუსტად გამოთვლილი რაღაცა არის ჩადებული ძალიან ღრმად ხო და ვიზახიან რომ ეს არ არის მიწიერი ადამიანების გაკეთებული არ არის მაგრამ ანუ ვაიც არის ყურადღებას არ მოხსენებთ ისე ისტორიის გაკვეთილზე დავიჯერა მას იტყვიან რომ ვიღაცა ჰატშეპსუტის ფარაონის ის არის სამარხიო ხო და ეგ არის არავის არ ჯერა რეალობის იმიტომ რომ საზოგადოება ზოგადად ბრბო მასა საღაზრზე არასდროს არის ყოველთვის სულელისკენ იყო იმიტომ რომ არ დაწვავდნენ იმ კაცს ცეცხლზე დედამიწა უგვალია რომ იძახდა მასა რო ყოფილიყო რომ ის უფრო ის დასაჯერებელია ის ხო და დღემდე ჩვენ ან ისეთი რაღაცების სისტემა საერთოდ ეგრეა მოწყობილი ჭეშმარიტება არავინ არ იცის ჭეშმარიტება იციან რამოდენიმე ადამიანმა მარტო დედამიწაზე ვინც შექმნა სისტემას სადაც ან ორი პოლუსია ორი სიცრუე შექმნეს და ორივე სიცრუეზე გვეუბნებიან რომ ეს არის ჭეშმარიტება და ხალხი ხან ერთი სიცრუისკენ მიდის ხან მეორისკენ და რეალურად ჭეშმარიტება სხვაგან არის ორ სიცრუეში გვაცხოვრები ხო და ამ ჭეშმარიტებაზე მეგობრებო ჩვენ უკვე 1 საათია ვბაზრობთ და ძალიან სასიამოვნოა და ისე გავიდა ვაფშე ვერ გავიგემე არ გინდა რო ქნა ხო პოდკასტიც ზუსტად ისეა რომ ხან იქით გადახვალ ხან აქეთ გადმოხვალ და ზუსტად ესე ერთ ხაზზე ვერ გავხვალ ზუსტად ეგ მუღამიც არის ამისი დაალაიქეთ ვიდეო აუცილებლად ვიცი რომ გაგისწორდეთ ეს კაცი კომენტარებში დაწერეთ კიდე ვინ გინდათ მოვიყვანოთ მეც მაქსიმალურად ვცდილობ რაც შეიძლება მეტი რეპერი მოვიყვანო ხან დამწყები მომყავს ხან ძველებიდან მომყავს მაქსიმალურად რაც შესაძლებელია მე დროის თემაც არის ვის როგორც ალია ვის რანერ ძალია როგორც იცით ახლა ხო ახლა შეიძლება დააკომენტაოთ რა წუწუნებს და ტვინი გაბურღავ მაგრამ სპონსორი მე არ ყავს არბერ ჩემ თემაში ვჭარჯობ და აგრეთვე გაწუყვებოდი გამიწიეს კამერები მიკროფონები და ესენი წინა პოდკასტებზე მოვყევი და მაინც ვაკეთებ რაღაცეებს რომ ისე მეც გამისწორდეს თქვენს გაგისწორდეთ და ერთიანად გაგვისწორდეს ყველა. მესმის რასაც ნიშნავს, როცა შენ დაგეთებ რაღაცებს, იმიტომ რომ მეც თუ დააგვირდე YouTube-ზე დავიწყე რაღაცა დრამანქანებს და ლინკი იქნება აღწერაში რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე, ხო და ძალიან საინტერესო თემა. მარტო ვაკეთებ ხოლმე ხარ და რაღაცა იდების აწყობა, თემა ყველა. თან ანუ იმიტომ ვაკეთებ, რომ რეალურად არავინ არ იყო ხა საქართველოს რომ მინდოდა და მაინტერესებდა, რომ ქართულად ხო ვაფშე საერთოდ არავინ არ გეტყოდა მაგ რაღაცებს. ეხლა უკვე რა მომალთაობა მოდის რაღაცა ახალი მანქანებს გავაძრობ რაღაცა და ხო შეიძლება რაღაცა მუსიკალური მაღაზია რომელიც ყიდის და ანუ ბარტერი გათხოვებ არ მაჩუქო ნუ მაჩუქებ საწყის ეტაპზე მათხოვე წავა რაღაცებს გადავიღებ რევიუებს და ვიტყვი რომ აი შენ დაგევასა იყიდი აქ ჯემალისთან და თუ არ გინდა ვიცი აი ხავე აი მე მაინც მაგ იმდენი რომ ერთი სეზონი კიდე მეყოფა ეგ აპარატურა აი თუ არა და ჯუმბერა დაუკავშირდება მე და ჯუმბერა დაუკავშირდება და იწვის ჯემალა ხო ან დამერეკაო თავის დროზე ხო შეიძლება მე უკვე აღარ გეტყვის მე უკვე გეტყვი რომ ეხა ფული გადაიხადე კი ეგრე იმიტომ გურამი თუ დამერეკა შეიძლება მე ორივე წაწყვეტი უფასო აღარ ხდები ეგრევე უკვე ფასი ხდი გამისწორდა დღევანდელი თემა ძმა ეს გამისწორდა კარგად ჩაგრიალდა ყველაფერი მადლობა რომ მოხვედი პირიქით მადლობა რომ მომიწვია ხო და ნახოთ რა ვიცი იმედია ვიღაცას რაღაცა მაგალითს მივცემთ ვიღაცებს გაუსწორდებათ რომ ნახავენ დაგინახავენ კიდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის კიდე რომ აი როგორც მე ავჩერდები და ვაგზელებ შენც აი ესე როგორც დებ ტრეკებს კლიპებს და რაღაცებს აი ესე გაიტო რაღაც პერიოდი რაღაც ცოტა პაუზასავით ჩავარდები ჩავარდნილი ხარ ხო პაუზასავით გქონდა თითქოს კი მე ხა ნელა უცებ რაღაც ამოვიდა თემები და ძალიან ასწორებს თავისი რაღაცეები ქონდა მაგ პაუზას ასე ვთქვათ უარყოფით რაღაცეება იმოქმედა და ნუ მაგას სხვა გადაცემაში მოყვები სადაც სატირა თემები სადაც სხვა გადაცემაში გაიხარე აბა ჰე